მე კუდის შენობაში დავყავდი, იქ ცნობილია თელავში, რომ ეს შენობა იყო კუდის შენობა იმ პერიოდისთვის და ამას ხელმძღვანელობდა ვინმე ზურაბ ლალიაშვილი, რომელიც იყო კახეთის კუდის უფროსი და მოადგილედ იყო დათო ლორთქიფანიძე, ესიმგია ლორთქიფანიძის ძმა არის და ეგ იყო კახეთის კუდის უფროსის მოადგილე. მე დამირეკა დილით ვინმე ზაზა უზუნაშვილმა, ეს იყო თელავი ახმეტა კუდის უფროსი, ესე იწოდებოდა მაშინ, როგორც მე ვიცი რა და მითხრა რომ 12 საათზე უნდა მივსულიყავი კუდის შენობაში. მე ჩემდაუნებურად კითხვა დავსვი რომ ისა რასთან დაკავშირებით მე მეგონა სტატისტიკური მონაცემი ხო და ამ კურძენი რამდენი ამბები რომელი წელია ეს არ გითხარ? ეს არის 2010 წლის ალბათ 10-11 აგვისტო იქნებოდა როგორც ქონება წართმეული. ქონება წართმეული მაქვს კი. კი ბატონო. ხო და პასუხი იყო ესეთი რომ მოხვალ და გაიგებო რა თემასთან დაკავშირებით რომ მოხვალ და გაიგებო. მივედი 12 საათისთვის თელავის კახეთის კუდში თელავში ჩემს გარდა 7-8 ადამიანი იყო. იქ მოსულები აგვიყვანეს მეორე სართულზე ტელეფონები დაგვატოვებინეს აგვიყვანეს მეორე სართულზე დათო ლორთქიფანიძის კაბინეტში სკამები ელაგამ დივანი იქ დაგსხეს და პიროვნებამ დაიწყო არავითარი გამარჯობა არავითარი სალამი ან თხოვნა ანის ვინც 2 საათში $10,000 არ მოიტანს დედას ამას უზავთ მე იმის ოჯახს ესე უზავთ მუშაობის საშუალებას არ მივცემთ გავაცამტვერებთ ყველას უნდა მიგვეტანა 2 საათში $10,000 რომელიც ვითომ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის რადიოსთვის უნდათ ეს თქვა დათო ლორთქიფანიძემ